მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ საპროტესტო აქციაზე, ისევ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები. ეს 95 საღამოა, როცა მოქალაქეები ისევ მტკიცედ და შემართებით იკრიბებიან საპროტესტო აქციაზე. სამნილი თავისუფლება რეჟიმის წვევს თავისუფლება მზიას. აჭარის მზია ამაღლობელს, რომლის პროცესიც ხვალ გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. კოკის პირველი წვიმაა ახლა ბათუმში, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები მაინც შეიკრიბნენ ისე ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც უკვე 95 დღეა იმართება საპროტესტო აქციები. დღეს ასევე უკვე 46 დღეა, როცა თემურ ქათამაძე შიმშილობს ბათუმელი მედროშე, რომელიც არის მონაჯირების შთამომავალი საქართველოში და ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა მას შემდეგ რაც ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა ბათუმში კონკრეტულად, ის დააკავეს ჯერ ადმინისტრაციული წესით, ხოლო შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მისი ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს ქართული ოცნების ხელისუფლება. ახლა სწორედ ამ პროცესზე ელოდება თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი, ის აპროტესტებს მისი ქვეყნიდან გაძევებას და უსამართლო დამოკიდებულებას მისცემად, ის რჩება კანონმდებლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და უკვე 46 დღეა შიმშილობს. დღეს სოციალისტების პირველი დღეა, როცა თემურ ქათამაძე მუთხრა თავის ადვოკატს, რომ ის თავს ძალიან სუსტად გრძნობს. მე აქ გეტყვით, რომ ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება მზია ამაღლობელის კიდევ ერთი უკანონო პატიმრის სასამართლო პროცესი, საუბარია წინა სასამართლოს ხდომაზე, სადაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშრომების საკითხს, ასევე აკვეთი ღონისძიების პატიმრობის ამ შემთხვევაში გადახედვის საკითხსაც იმსჯელებს მოსამართლე, შეუცვლიან თუ არა მზია ამაღლობელს პატიმრობას გირაოთი, ან გაუქმდება თუ არა საერთოდ აკვეთი ღონისძიება პატიმრობა მზია ამაღლობელის ჟურნალისტის მიმართ, რომელიც გიზუსებს მიღმა უკვე 2 თვე. ის პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია და ის 38 დღეს იმშილობდა, ასე აპროტესტებდა ის ამ უკანონო პატიმრობას. ხვალ კი გაიმართება ამ საქმეზე წინა სასამართლოს ხდომას, შორის ხვალისთავად დაანონსებულია დღის პირველი საათიდან საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. მოდი გავისაუბროთ ახლა გრონდელი აქციის მონაწილეებს ბათუმში, როგორც ხედავთ, ვერც წვიმა და ვერც თოვლი ვერ აჩერებს ამ საპროტესტო განწყობას, საპროტესტო მუხტს. ასეთი ცუდი ამინდების მიუხედავად მოქალაქეები მაინც იკრიბებიან და გამოდიან საპროტესტო აქციაზე ბათუმში. დღესაც როგორც ხედავთ ძალიან ესეთი ინტენსიური ძლიერი წვიმა, მაგრამ მოქალაქეები ისევ დგანან საპროტესტო აქციაზე. ბოდიში მინდა გაგესაუბროთ ბატონ ლევან ერთი წუთით, შეიძლება ერთი წუთით რომ მოხვიდეთ ცოტათი, იმიტომ რომ სინათლე უფრო აქეთ არის. რა მინდა გითხოთ, თემურ ქათამაძე ბათუმელი მედროშე უკვე შიმშილობს 46 დღეა. დღეს მან პირველად უთხრა ადვოკატს, რომ ის თავს უკვე გრძნობს სუსტად. თუმცა ამას მაინც არ იმჩნევს, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლება, ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ამბავი? სამწუხაროდ უცხო აღარაა ხო ეს თემა რა, ამათ ყველაფერს პირიქით უყურებენ და რეალურად ამათი რეაქცია რა არის? რამეს აქცევენ საერთოდ ყურადღებას? თოვლი ვერ გაუწმენდიათ. ელემენტარული ბავშვი ჩავარდება ფანტანში, შადრევანში, დენიდან, ანუ ყველაფერზე ვარსამო, ამათ თავარია ვიღაცას გადააბრალონ. ეცენი გასული არიან ადეკვატურობიდან, რა საერთოდ. ყველაზე გულსატკენი ის მომენტია, რომ აი ხალხს გადავთ, თუ ერთი და იგივე ხალხი დადის რა. ახლა ბევრი წასულია რა თქმა უნდა მესმის, მაგრამ გამოვიდეს უნდა ხალხი რა, იმიტომ რომ ამათ იმედი უკვე ზოგადად აქვს. მე ამათ უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევ. მოდით რეალურად ჩვენ ხო ხვდებით რომ ეს ხელისუფლება არაა. ხო, ხელისუფლება არაა. ლეგიტიმაცია ამათ არ აქვს. მაშინ რაღა აზრი აქვს ჩვენთვის მაგათვის რამეს მოთხოვნას. არ იმჩნევენ რა თქმა უნდა რა უნდა შეიმჩნევენ, მაგრამ გასული არიან ყოველგვარ. მაგრამ ძალობრება ხომ ხოც შუბლის ძავს რო გაიწყვიტავს ადამიანი, მე
ცხოვრება იოლია ვისი ამათ გაწყვეტილი აქვს ჩუბლის ზარღვი რა გაწყვეტილის აქვს და ამოღებულიც აქვს უბრალოდ აი თქვენ დღეს დაასანქცირეს იგივე მზიამაღლებელი საქმის პროკურორები ასევე მოსამართლე პოლიციის მაღალჩინოსნები იგივე ერეკლ გებოაძე ასევე აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია ეს რა შეცვლის თქვენი აზრით საქმე რაშია იცი ამათ არაადეკვატურობას იმდენად აღარა აქვს უკვე რა მე მგონი ბოლომდე საერთოდ ვერც კი იაზრებენ რას ნიშნავს სანქცია. აქ ხო მარტო იმაზე არა, ვინცად გადაადგილდება, ვინცად დღეს იწერება ახალი ისტორია. საქართველოს ისტორია იწერება პირდაპირ მნიშვნელობით რა. აი ამ ისტორიაში სადაა მათი ადგილი, ამას ესენი ბოლომდე ვერ ათავისებენ, სად იქნება. და მე ვინც ფინანსურ სანქციებში მოყვა, იმას აი წარმოიდგინეთ რამდენი დღე მიდის სანამ სანქციებს თვეებიც გადის, ხო? სანამ სანქციაში მოყვება ადამიანი, ხო? როგორ გონიათ, ვინმე შეიკრიბება მე მაგის მოსახსნელად ასე? პენსიასაც კი ვერ აიღებენ. ესენი ბოლომდე ვერ ათავისებენ, სად მიზურებიან და სად მიყვებიან და რატომ მიყვებიან და რას აკეთებენ ვერ ხვდები. კიდე ერთხელ ვამბობ, ერთი ამას აი ფილიპე მახარაძესაც კი რაღაც იდეა გააჩნდა, ხო? ანუ რაღაცისთვის იბრძოდა, რაღაცის წამდა. ამათ რითი წამს? ესენი სად მიდიან, რას აკეთებენ? უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ამათ ისეთი ნაბიჯი გადადგეს უკან დასახევი გზა მათ გონიათ რომ არა აქვს და უარეს აკეთებენ კიდე იმის მაგივრად რომ ბოლო გაჩერდნენ რა იმიტომ რომ სულ სიგიჟეში არიან შესული და აი თავს იღუპავენ ბოლომდე რა მოქალაქეების ხელში ხარ რა ძალა რა შეუულია მოქალაქეებს ამ პროცესში როცა ძალაუფლება არის ისევ ქართული ოცნების ხელში ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება არის მოქალაქეების დამსახურება კონკრეტულად მოქალაქეების რომლებმაც პირადად მიიღეს გადაწყვეტილება რომ ქვეყანას სამშობლო სახელმწიფოს ჭირი აქვს ვერდი დგომა და ზუსტად ეს მომენტია რომ მათი გამოსულებით, მათი პროტესტით ხო არავის არ უთქვია ხო რავი 1000 რაღაცას აბრალებენ და 1000 რაღაცას იძახიან რავი ისიც კი გევიგეთ თუნდაც ფულს არიგებენ 100 ევროსო მითხას ეთყობა წაღებული აქვს ჩვენი ფული საგიჟეში არის შესული დედას მისავა აგრო ფულს არიგებდნენ კონცერტს მოაწყებ აკანე მოსვლას ანუ ხო სრულ სიგიჟეში არის ზუსტად მათი პატრიოტიზმი მოქალაქეების დამსახურება ეს ევროპელები ჩამოსული რო იყვნენ ამერიკელები რო ჩამოსული იყვნენ და რო უყურებდნენ ამას ყველაფერს იქიდან გამომდინარე ხდება აგე თუ არა სამწუხაროდ რავი რა გაასრო დღეს მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობმა რაღაც ასპექტში რო უყურებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას რა პირდაპირ მნიშვნელობით რო თქვა ასეა პოლიტიკოსები კი მისაქმეს აკეთებენ მოქალაქეები მისაქმეს აკეთებენ მაგრამ მოქალაქეების ძალიან დიდი წვრილია იმაში, რომ დღესდღეობით ევროპა ასეთ განამყარად ჩვენს მხარეს რა და მე დარწმუნებული ვარ ამერიკაც მის ნაბიჯს გადადგამს. იქ სტრუქტურები მართავენ, იქ სახელმწიფო მართავენ. ჩვენ ზუსტად იმიტომ განვართ ამ წვიმაში ქვევითოვლია და ზევიდან წვიმა ამ სიცივეში იმიტომ ვართ, რომ ზუსტად მაგი გვინდა რომ სახელმწიფო იყოს სახელმწიფო და სახელმწიფო მართოს და არა პიროვნებებმა. ველადმა თქვა და ასე გაკეთდა არა უნდა იყოს სახელმწიფო, უნდა იყოს სტრუქტურა, უნდა იყოს ინსტიტუტები და ეს ინსტიტუტები უნდა მართავდეს სახელმწიფოს რა. ესაა მთავარი არსი და აი დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ გაზრდილია ყველაზე მთავარი რა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა რა. მადლობა. ეს ლევან ხოროვა იყო მოქალაქე, თქვენ მას უსმენთ ბათუმის საპროტესტო აქციიდან. მე შეგახსენებთ ვინც ახლა შემოვიდა ბათუმელების პირდაპირ ჩართვას, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, ბათუმის საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკვე 95 საღამოა იმართება. ძალიან კაფეოდ ჩანს შემართება და სიმტკიცე მოქალაქეების, რომ ისინი არაპირებენ გაჩერებას ამ პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე არ შესრულდება მათი მოთხოვნები და ეს მოთხოვნები არის ამ შემთხვევაში პირველ რიგში თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის თავისუფლება იგივე თემურ ქათამაძეს ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს, რომელიც გაძევებასაც აპირებს ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება და რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს 46 დღეა. დღეს მან უთხრა ადვოკატს, რომ მის თავს უკვე გრძნობს სუსტად, ასევე აქ შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ თავისუფლება იგივე მზია ამაღლობელს ჟურნალის, გამოცხადა ბათუმელების დამფუძნებელს და დირექტორს, რომლის პროცესიც ხვალ გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს არის წინა სასამართლოს ხდომა, სადაც ერთ-ერთი საკითხი იქნება ასევე აკუთრი ღონისძიების პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების საკითხი, ანუ ხვალ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი იმსჯელებს შეუცვლიან თუ არა მზია ამაღლობელს პატიმრობას გირაოთი ან გაუქმებენ თუ არა მას საერთოდ ნახვედ ღონისძიებას.
ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეების, ისევე როგორც ხელახლა არჩევნების ჩატარებას. თქვენ ხედავთ, რომ მიუხედავად უამინდობისა, მიუხედავად ზამთრისა, სიცივისა, ქარის, კოკისპირული წვიმის თუ თოვის მიუხედავად მოქალაქეები მაინც გამოდიან ქუჩაში და არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში, დიდ ქალაქებში, არამედ თითქმის ყველგან დღეს ისმის პროტესტის ხმა და მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს არ არის გაჩერების დრო, პირიქით უნდა გაძლიერდნენ მოქალაქეები, რომ მათ შეძლონ ამ პროცესის მოქალაქეების დემოკრატიის სასარგებლო დასრულება, რომელიც ქვეყანა მაგაც არ აღმოჩნდეს საბოლოოდ რუსეთის ხელში, რასაც ახლა დღეს აქტიურად ცდილობს ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი, რომ დაამყაროს რუსული დიქტატურა ქვეყანაში. მოდი გავისაუბროთ აქციის სხვა მონაწილეებსაც, კოლგის ქვეშ საკუთარი გრანად ამტოვებები, რომ ცოტა აქეთ გამოვიყვანოთ მოქალაქეები და გავესაუბროთ, რომ გავიგოთ მათი დღევანდელი განწყობების შესახებ. გამარჯობა. როდეში გაწყობინებ? თავდადელია ჯერ თქვენ რო გითხრათ, თქვენი დღევანდელი განწყობის შესახებ, მათ შორის მზიამაღლებელი საქმეზე დაასანქცირეს კონკრეტული პროკურორები და მოსამართლე, ასევე პოლიციის მაღალი ჩინოსები, რომლებიც ფიგურირებენ მზიამაღლებელი საქმეში. რა შეცვლის ეს თქვენი აზრით? დღეს 3 მარტია, აქედან დავიწყებ დედის დღეა და ყველა დედას მინდა ბედნიერი დედობა ვუსურვო სრულიად საქართველოში და საქართველოში ყოველთვის დედის კულტი იყო, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი, როგორ ვთქვა, ალბათ განმაპირობებელი ჩვენი გარემოსი, რომ ქართველი ქალის დიდას შესანიშნავ ვაშკაცებს და ამიტომაც იმ გმირებმა მოიტანეს საქართველოს თავიანთი მხრები და ის გმირი ყველა დედამ გაზარდა ბუნებრივია. ამიტომ დედის როლი არის განუზომელი და დედა არის უცნაური თავისი არსი. ეხლა სანქციების ამბები რო გითხრათ რომ მოვისმინე და ვიცი არ ვიცი რა თქვენ მოგისმინეთ მხოლოდ ეს გავიგე და ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ მზია ამაღლობელის მხარდაჭერა ეს არის სამართლიანი სიტყვის მხარდაჭერა და ნებისმიერი ქვეყანა რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია თავისუფალ სიტყვას კი არ უნდა ახშობდეს თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერი უნდა იყოს ყველა სფეროში. თქვენ ასე აგროვებთ მზია ამაღლობელის საქმეს რომ ამ საქმით უთხრამს ქართული ოცნება და ცდილობს რომ თავისუფალი სიტყვა დაახშოს ქვეყანაში. მასე აღიქვამ იმიტომ რომ მაშინ როცა მზია ამაღლობელის რაღაცა ქალის გაწუნული ხელი აღმოჩნდა 5-დან 7 წლამდე პატიმრობის მიზეზით, როგორც ვარ ეს არის მართალი, იმიტომ რომ ისევ გავიხსენებ გოჩავანაძის ამბავს 2020 წელს როცა ისცემეს, მაშინ 300 ლარიანი გირაუთი გაუშვეს და თუ სამართლიან სიტყვას დავიძვიან, მაშინ მიხარით რატომ მზიას გაწუნული სილა 5-დან 7 წლამდე პატიმრობის მიზეზით. გარდა ამისა, უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში აჩვენებს იმას, რომ სილის გაწმა არ არის პოლიციაზე თავდასხმა. ანუ ესეთი განმარტება აქვს უზენაეს სასამართლოს, რომ ხელის გაწმა, რომელიც იწევდეს ტკივილსაც კი არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცემა. იცით რა, თვითონ სიტყვა თავდასხმა ჩემთვის ასეთი გააზრება აქვს, რომ თავდასხმა ნიშნავს წინასწარ განზრახულ ქმედებას და მზიას ქმედება ნამდვილად არ არის წინასწარ განზრახული, მით უმეტეს იმ საღამოს მე იქ ვიყავი და ნამდვილად ვიცი, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მასზე მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანი, რომელიც უბრალოდ სტიკერის გაქვისთვის დააპატიმრეს, ანუ უსამართლოდ დააპატიმრეს, შეიყვანეს, მე როგორც ვიცი, ციალა ქათამიცისგან იქ ზეწოლა და ლანძღვა და რაღაც საშინელებები ტრიალებდა და ამის შემდეგ განოდის მის ახლობელს აკავებენ ამ სცენას ესწრება და ანუ ყველა ვისაც არ შეუძლია გაიგოს სიმართლე წარმოიდგინოს მზიას ადგილზე თავი. რომელი ჩვენგანი მოითმენდა იმას, რაც ვერ მოითმინა მზიამ. მე არ ვამართლებ რა თქმა უნდა მზიას ხელის გართმას, იმიტომ რომ ეს იყო სისუსტე და არაძლიერება, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანებს მეტყველების უნარი იმიტომ აქვს, რომ ეს მეტყველების უნარით მოვაგვაროთ, მაგრამ როდესაც უკვე აფეთქო მდგომარეობაში არის ადამიანი და ამის მოქმედა მართლა რთულია, როდესაც პოლიციელი გექცევა როგორც დამნაშავე, მაშინ როცა პოლიციელი შენ უნდა გიცავდეს დამნაშავეების კარგად და ჩვენ ასე ვისმენთ კვალიფიციური იურისტების და უფლებადამცველების შეფასებას, ხო, რომ ეს მაქსიმუმ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სამართალ დარღვევა და არა სისხლის სამართლის დანაშაული. კვალიფიკაცია საქმეებისა რომ გადასახედია, ამაში ორი აზრი არის. მაგრამ ფაქტია რომ საქართველოში სასამართლო მადლობა, ეს რიეთამაგაზე იყო მასწავლებელი შუახევიდან ბათუმის მეტროში.
მოიწოდებს მოქალაქეებს კოკის პირველ წვიმაში, რომ შესახონ მათ საქართველოს გაუმარჯოს. ეს კიდევ ერთი მედროშია ბათუმის საპროტესტო აქციის ზურაბ ჭავჭანიძე, დევნილი აფხაზეთიდან, რომელიც ყოველ აქციაზე ჩნდება სამი დროშით, საქართველოს დროშით, ისტორიული საქართველოს დროშით და ევროკავშირის დროშით. ხოლო კიდევ ერთი მედროშე ბათუმის აქციიდან თემურ ქათამაძე შიმშილობს უკვე 46 დღეა. დღეს მან პირველად უთხრა ადვოკატებს, რომ თავს უკვე სუსტად გრძნობს. მის ერთ-ერთ მეგობარს ხედავ ეხლა მე ბათუმის საპროტესტო აქციაზე, ნინა კაკულიას. მოგესალმებით, ბატონო ნინა. თქვენ ხო ვერ გისაუბრიათ დღეს ბატონ თემურთან და როგორია მისი მდგომარეობა? ამ პერიოდის მთელ ამ განმავლობაში პირველად ცუდად მომეჩვენა მისი ცნები იყო აქამდე. დღეს ის ძლივს საუბრობდა აკოშინებული ძლივს მელაპნე საუბრა. ის 4 წუთი რაც დაშვებულია სატელეფონო საუბრისთვის გაცილებით ნაკლები მითხრა წინა ზარებთან შედარებით. ძალიან ნერვიულობ, ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. ეს ძალიან გამიჭირდა გაკვეთილების ჩატარება, დილით დამირეკა და მთელი დღე საზრე მეტრიალებს. მითხრა, რომ ხვალ დათანხმდება ჰოსპიტალში, კლინიკაში გადაყვანაზე. და მთელი დღე სადაც გულში გვეცულობ, რომ ხვალამდე რამენაირად იცოცხლოს და კარგად იქნას. ანუ დღეს ისევ წინააღმდეგი იყო, რომ გადაეყვანათ კლინიკაში? უკვე თვითონ ეთქვა, რომ ძალიან სუსტი არის, მაგრამ კიდე მამშვიდობდა ამბობდა, რომ მხოლოდ სისუსტეა. მხოლოდ სისუსტის მიღმა იმალება უკვე გასაგებია. ხო წარმოგიდგენია, საუბარიც კი დაუჭირდა უკვე, არამსто გამოგერება. ანუ უჭირდა უკვე საუბარი, როცა ის გალაპარაკა ტელეფონში, ხო? საუბარია. მანამდე როცა დამირეკა წინაპირ პარასკევს ჯერ კიდევ კარგი ხმა ჰქონდა, დღეს უკვე ძალიან გაუჭირდა. მაგრამ თქვა, რომ მაინც არაპირებს შიმშილობის შეწყვეტას. შიმშილობის შეწყვეტაზე ჯერ არაფერი უთქვა, მაგრამ ისიც რომ კლინიკაში გადაყვანის დასახდე, ეს უკვე დიდი შვება და ფიზიკალობით ხვალ დილა გაუთენდება და დილით გადაიყვანენ ძალიან. გადაიყვანენ მე კლინიკაში, ამ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკავშირში? მე ვფიქრობ, რომ კი გადაიყვანენ, რადგან თქვა, ესე იგი აქ რაღაც ინფორმაცია გადაიყვანენ და იგივე დამიდასტურა მისმა ადვოკატმა. და რა ვიცი, ძალიან მეშინია ის ამ მდგომარეობის, მეც აქამდე რომ თვითონ რომ მამშვიდებდა და ხნედიყო ვამშვიდებდი საკუთარ თავს, მაგრამ დღეს უკვე არ მომეწონა მის მდგომარეობა. უკვე გავიდა 46 დღე, რაც და მე-7 დღეა. 47 დღეა. როცა უკვე ის შიმშილობს და ამით აპროტესტებს მის მიმართ უსამართლო და უკანონო დამოკიდებულება ეს ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. კიდევ გითხრათ რამე, რაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. მე არაფერი შემატყობინა, რომ 18-ში იქნება მისი სასამართლო ხომა ჩატარდება და მხოლოდ მისი ნაცნობებთან დაკავშირება და თხოვნა რომ დაესწრებიან ზომას. ეს შეეხება ამ შემთხვევაში ნაგაზაკბეთა სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ხო, როცა მას უარი უთხრეს ტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, ჰუმანიტარულ სტატუსს. რა შეიძლება გაძევებას ჯერ არ არის ჩანიშნული ეს პროცესი, ხო, როგორც გაძევების შესახებ პროცესი. ანუ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ისი გაძევება მოხდეს. ეს არის მიზანი ჩვენი ხელისუფლების და ამ დროს ეს ადამიანი კანონიერად იმყოფებოდა და ახლაც იმყოფება საქართველოში კანონიერად. საფუძველი აქვს. იცი უცებ ამბობს, რომ მას არ აქვს მოქალაქეობა, ასევე არ აქვს დროებითი ბინადრობა, ამოიწურა უკვე ეს ვადებიო, ესეთი ამათი განმარტება. იბა ჯერ ერთი რატომ არ აქვს, როდესაც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეს ადამიანი, რატომ არ აქვს? ხო, ეს კითხვა ნიშნება ოცნების წარმომადგენლებს მინდა დაუსვა. რატომ არ აქვს მოქალაქეობა, რატომ არ გაუგზელეს ბინადრობის
ბინადრობა. ეს ერთი და მეორე ან მოქალაქეობა რატომ არ მიენიჭეს ასევე, ხო? მithumedes ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს, რომელიც მთელი წლებია მუშაობს ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე. ასეთი ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში პირდაპირ საქართველოს ინტერესებში შეუძლია. პირდაპირ. ეს ერთი და მეორე ორ სასამართლო დავაში ფიგურირებს თემური და სანამ ადამიანი ფიგურირებს ამა თუ იმ როლში სასამართლო დავაში მისი ქვეყნიდან გაძევება დაუშვებელია. ეს წერია კანონში, ეს მეც კი დავინტერესდა. თუნდაც ამ საფუძველზე კი არერთ ნაწილში არის დარღვეული კანონი თემურქათამაძეში და აშკარად ჩანს პოლიტიკური დევნა, ხო, მისი მიმართ, იმიტომ რომ ის ამ პროევროპული აქციების ერთ-ერთი სიმბოლო გახდა განსაკუთრებით ბათუმში, როცა ის ყოველ აქციაზე აფრიალებდა განსაკუთრებული შემართებით საქართველოს დროშას. სანამ აქციების სიმბოლო გახდებოდა, მანამდე უკვე შეაწუხა კარგად ეს ხელისუფლება. მაგრამ მაშინ როგორც არაერთი თქვი, ვერ სამართლებრივად ვერ მიუდგნენ ადამიანს. ახლა დროი ხელს დააკავეს უსაფუძვლოდ, სამართლო, უკანონოდ და აკავებენ დღემდე იქ არის უკანონოდ, სადაც მადლობა, ეს ნინე კაკულია იყო მოქალაქე და თემურქათამაძის ასევე ახლო მეგობარი, რომელიც დღესაც ესაუბრა ტელეფონით მას და გვითხრა ხომ რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან რთული და საფრთხის შემცველი, რადგანაც უკვე 46 დღეა შიმშილობს. მოდი გავისაუბროთ აზა გაბუნიას პარტია ლელოდან. აზა 46 დღეა უკვე შიმშილობს. ცოტა შენიშვნას ვიდამ. პარტია ლელო არა, თავისუფლების ბოდიში, თავისუფლების მოედანი. 46 დღე უკვე შიმშილობს თემურქათამაძე, დღეს უკვე მან თქვა, რომ თავს გრძნობს სუსტად. თუმცა ამას მაინც არ იმჩნევს ქართული ოცნება. ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი, როგორ ფიქრობთ ამ ამის განვითარებას საქართველოში? ბოდიში კითხვა ვერ გავიგე, როგორ ხედავთ ამ პროცესის განვითარებას? რა არის საჭირო იმისთვის, რომ ანგარიშგასაწევი გახდეს თემურქათამაძის და სხვა ადამიანების მოქალაქეების პროტესტი ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმისთვის? ხო, ეხლა ცხადია, ჩემი სოლიდარობა პირველ რიგში თემურს, იმიტომ რომ მართლაც ეს უკიდურესი ფორმა, რომელსაც ის მიმართავს, არ არის უბრალოდ მარტო რეჟიმთან ბრძოლა, არამედ ეს არის მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი ბრძოლა და თავდადება იმისთვის, რომ სხვანაირად ამ რეჟიმს, ამ სისტემას ვერ გააგებინა, როგორ შეიძლება იბრძოლოს, იმიტომ რომ მათ ფაქტურად არ დარჩა სხვა გზა გარდა შიმშილისა და მართლაც ძალიან განვიცდით უკვე მთელი საქართველოს მის მდგომარეობას და ვუსურვებ ხნეობას, გამძლეობას და ასევე ვუსურვებ იმას, რომ ხელისუფლება მოეგოს გონს და არ მიცეს ადამიანს იმის საშუალება, რომ ფატალურად დასრულდეს მისი ეს პროტესტი, თითქოს გაუჯინიანდა საკუთარ მოქალაქეს, რაც არის ძალიან გულსატკენი. მე მესმის, რომ სისტემა გეწინააღმდეგება, მესმის, რომ მათი ფორმა აქვთ ჩვენთან შეწინააღმდეგების, მაგრამ როდესაც სასწორზე დგას ადამიანის სიცოცხლე და სახელმწიფოს მოვალეობა, კონსტიტუციით ამის მოვალეობა აქვს, რომ დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, პირველი ვინც უნდა იდგეს ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე, ეს უნდა იყოს ხელისუფლება. და ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით რა თუ მის სადარაჯოზე დგას, არამედ გაუჯინიანდა და თითქოს ჯიპში ჩაუდგა ადამიანს და იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს შეაგულიანოს ადამიანი და უთხრას, რომ კი, შენ იმსახურებ, ნამდვილად ძირძველი ქართველი ხარ და იმსახურებ ამ ქვეყნის მოქალაქეობას, პირიქით, არამცდუ უმსუბუქებს ყოფას. ბინადრობას მაინც, ხო, ბინადრობასაც კი არ არის, ხო. ეგ არის ცოტათი გაუგებარი ამბავი, იმიტომ რომ ეს ხო თემურმა ხო დაიწყო 90 დღეა ფაქტიურად ჩვენთან ერთად ბრძოლა, მაგრამ მანამდე ხო ეს ადამიანი ითხოვდა ბინადრობას. მანამდე ეს ადამიანი ითხოვდა, ასე ვთქვათ, მოქალაქეობას, მაგრამ
არც მაშინ იყო გაგონილი მისი თხოვნა და წუხილი, მაშინ როდესაც 2022 წლიდან ჩვენ ქვეყანაში მყავს რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭა 10,000-ზე მეტი და 5,000-ზე მეტ მოქალაქეს მიენიჭა ბინადრობა. მე ვერ ვხედავ ლოგიკას, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც შენი ქვეყნისთვის არ არის კეთილის მოსურნე, ამ ადამიანებს ემიგრანტებს აძლევ ამ ქვეყნის მოქალაქეობას და შენი ქვეყნის ძილძველ მოქალაქეს არ აძლევ არამთ მოქალაქეობას ბინადრობასაც კი. მე აქ არანაირ სხვა ლოგიკაზე ვერ ვიმსჯელებ, ცხადია, უნდა მოეგოს ქართული ოცნება გონს და ეს ადამიანი უნდა ვიხსნათ ტყვეობისგან და მეტიც. ამ ადამიანებს არამთ მოქალაქეობა, არამედ საპატიო მოქალაქეობაც უნდა ჰქონდეს წესითა და რიგით. Well, ასევე გაიმართება საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველ საათზე, ხო? Ყველა განიხილავს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი მზიამაღლობელის საქმეს, მათ შორის აკვდი ღონისძიების შეცვლის ან საერთოდ გაუქმების საკითხს. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა? ხო, ნუ ცხადია, ეხლა მზიამაღლობელზე მნიშვნელობა და იქ ყოფნა, განმარტება ალბათ თქვენს მაყურებელს არ ჭირდება, თუმცა მზიამაღლობელი არის ადამიანი, რომელმაც ამ რეჟიმის წინააღმდეგ გამოიღო ხმა და ამ რეჟიმს უპირისპირდება, იმიტომ რომ ხედავდა მზია, როგორ უსამართლოდ ექცეოდა ეს სისტემა, პოლიციური რეჟიმი მოქალაქეებს და მან გადააბიჯა თავის თავს, მივიდა იქ და ზუსტად ვარ დარწმუნებული, მზიამ იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ ეს გააკეთა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ენახებია საზოგადოებისთვის, რომ ეს სისტემა ერჩის ყველას, ერჩის კრიტიკულ მედიას, ერჩის ჩვეულებრივ მოქალაქეს, ერჩის სამართლიანობას, ერჩის სიმართლეს და მზიამაღლობელმა გააკეთა ის, რაც ყველა ჩვენთანაც უნდა გაეკეთებია, ჩვენს ნაცვლად ერთი სიტყვით გააწნა სილა ქართულ ოცნებას. რას ეტყობთ მოქალაქეებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ახლა ეს ბრძოლა თავისუფალი მედიის დაცვა? როგორ იქნება ეს ქვეყანა თავისუფალი და კრიტიკული მედიის გარეშე? ხადია, ხელფეხშეკრულები ვიქნებით, თუ ჩვენ ქვეყანაში არ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მოგვაწვდის ინფორმაციას, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. შეიძლება ჩვენ გავიგოთ ინფორმაცია ჩვენ სამეზობლო, ჩვენი სამეგობროში, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვერ გავიგოთ მაგალითად რა ხდება მაღალმთიან აჭარაში, როგორ მოყვნენ ადამიანები მეწყერში, როგორ დაიღუპა თქვა ბავშვები ჩავარდნით სადღაც, როგორ დაიწვა ვიღაც. ამ რაღაცას ხო აკეთებს კრიტიკული მედია, ამ რაღაცას რომ მედია საშუალებები აკეთებს. თუ ესენი ყველაფერი ჩაქრა ვერ მოგხვდებით ინფორმაციულ ვაკუუმში. იმ ვაკუუმში, რასაც ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიები აკეთებენ. თუ გადართავთ ახლა იმედზე, პოსტივიზე, თქვენ ნახავთ, რომ არაფერი კრიტიკული არ ჟღერს აქ. მხოლოდ და მხოლოდ ის თუ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ, ქართული ოცნების სადიდებელი პოსტებს ნახავთ, გადაცემებს ნახავთ და ვერ ნახავთ იმას, თუ რა ხდება ნებისმიერი ქართველის ოჯახში. დაწყებული მაღალმთიანი აჭარიდან, დამთავრებული თბილისით და მაღალმთიანი სვანეთით და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი კრიტიკული მედიის არსებობის მნიშვნელობაზე თქვენ მსმენელს არ ჭირდება ინფორმირებულობა, მაგრამ ის რომ არსებობს კრიტიკული მედია, ობიექტური მედია, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიცავდეთ არა მხოლოდ მზიამაღლობელს, როგორც პიროვნებას, როგორც ქალს, არამედ მზიამაღლობის უკან დგას კრიტიკული მედია, ისეთი როგორც არის ბათუმელები და ნედგაზა. მადლობა, მესაზე გაბუნია იყო თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში, ვინც ახლა შემოვერთდა ბათუმელების პირდაპირ ჩართვას. მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ბათუმის საპროტესტო აქციაზე. ეს არის 95 დღე, როცა მოქალაქეები ესე მტკიცედ და შემართებით დგანან საპროტესტო აქციაზე. გვაჩვენებთ თქვენი ტრანსპარენტი გოდერძი თავისუფლება თემურ ქათამაძის ასეთია გოდერძი ფრანგიშვილის ტრანსპარენტი. თემურ ქათამაძე მე შეგახსენებთ, რომ არის ბათუმელი მედროშე, ბათუმის საპროტესტო აქციების, პროევროპული აქციების მედროშე, რომელიც უკვე შიმშილობს 46 დღეა და დღეს მან პირველად უთხრა თავის მეგობარს, ოსაერად დაელაპარაკა ტელეფონით, რომ უკვე ძალიან მძიმედ და სუსტად გრძნობს თავს და ის უკვე დათანხმდა იმას, რომ კლინიკაში გადაყვება ხვალ კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა. უბრალოდ ის გადაიყვანეს კლინიკაში
შიმშილობის 29 დღესაც, თუმცა მაშინ ექიმმა არ დაინახეს საჭიროდ, რომ ის დარჩენილიყო კლინიკაში და მიიღო სათანადო მკურნალობა და ეს გააპროტესტა ასევე თემურ ქათამაძემ. ის როცა დააბრუნეს იზოლატორში მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მან ასევე უარი თქვა ადგილზე უკვე ექიმების მომსახურებაზე, ხოლო ხვალმა სავარაუდოდ გადაიყვანებენ ისევ კლინიკაში. მადლობა გოგერძი. ასეთია მისი ტრანსპარენტი. ლიკა საკაშოს ხედავ მე ახლა პუბლიკაციის რედაქტორს ბათუმის საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით ლიკა. მინდა რომ გაგესაუბროთ. ხომ ზიამაღლობელის პროცესია ჟურნალისტის, რომელიც პროტესტის ნიშნად უკვე 28 დღეს შიმშილობდა. დღეს დაასანქციონეს კონკრეტული პირები, მოსამართლე, მათ შორის პროკურორები, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნები. რას აჩვენებს თქვენთვის ეს დამოკიდებულება იგივე თქვათ ესტონეთის მხრიდან? მე ვფიქრობ, რომ ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რასთან საქმე, ვიცოდით, რომ ბრალი იყო გაზვიადებული, იყო პოლიტიკური საქმე, ვიცოდით, რომ პირველი დაკავებაც უკანონო იყო და მეორე დაკავებაც პოლიტიკური იყო და თავიდან იყო გარკვეული ხიში, რომ რამდენად სწორად გაიგებდნენ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, თავისუფალი მედიის და გამოხატვა თავისუფლების ხომაგები თავისუფალ სამყაროში ჩვენს ადგილს და მე მგონია, რომ ეს ამის ნიშანია, რომ ყველამ ძალიან ცხადად გაიგო, რომ ზიამაღლობელის საქმე არის პოლიტიკური. პირველი ადმინისტრაციული დაკავება არის პოლიტიკური ნიშნის გამოყენებული სისხლის სამართლის საქმეს ახმარენ იმსვა დაასაბუთონ თითქოს იმ მათ შორის გააყალბეს ოქმი, რომელსაც დაეღწნა შემდეგ მოსამართლე. გაყალბებულია ეს ოქმი, გაყალბებულია იმიტომ, რომ ის თითქოს 150 წლით იყო დაყალბებული, რომელიც დაკავებას თქვენ პეტიციით არის თვალისწინდა, შემდგომ შეცვალეს თითქოს ეს შეურაცხყოფას აყენებდა. სასაცილო ვიტყოდი, რომ არის მაგრამ სატირალი მდგომარეობა, რომ ჩვენ ყველა ვნახეთ ის კადრები, მზიარობა მშვიდად შეხვდით დაკავების დროს და ადგილი არ ქონია არანაირ წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საქმეც არის პოლიტიკური საქმე. ჯიან იმის გამო, რომ შეაშინა თავისუფალი მედიის წარმომადგენლები საქართველოში ზიას მაგალითზე და ეს დაინახავი ყველამ, ვისაც ესმის მედიის და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და ვინც სწორად კითხულობს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის, ვინც აკონტროლებს იმ ძალის სურვილს. თუ მათ სურთად დიქტატურის დამყარება. რა ფორმებით ცდილობს ახლა, ხო, აი ივანიშვილის რეჟიმი, რა მეთოდებით და ფორმებით ცდილობს უკვე რა ეტაპზე გადავიდა ეს ბრძოლა მედიის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენ ნახეთ პუბლიკაციის ჟურნალისტების მიმართ ასევე ხო აგრესია და ძალადობა და შემდეგ უკვე სასამართლო პროცესები, ხო, როცა აბრალებდნენ რომ თქვა შეაგინათ თქოს პოლიციელებს და რაღაც შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამ დროს აიწინაღი ეკეთებთ, ხო? ხო, აი რა ეტაპზე გადავიდა ეს ბრძოლა ქართული ოცნების მხრიდან? ქართული ოცნება დამოუკიდებელ მედიას ყველა მეთოდით ეს არის კანონები, რომელიც უდავს ავიწროვებს და არ გვიდგამებს მუშაობის საშუალებას. მეორე არის ფიზიკური ძალა, სიტყვიერი დაპირისპირება, სოციალურ ქსელებში წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები და ლექსოს შემთხვევაში ჩვენი ჟურნალისტის სფერაზე საუბრობთ. აქ ხონდა რომ სხვადასხვა ჟურნალისტი, რომელიც კარგად გახდა, აღმოჩნდა ბრალდებული სკამზე და აბრალებდნენ იმას, რაც არ ჩაუდენია და ვერც ამტკიცებდნენ, რომ ჩაუდენია, იმიტომ რომ ყველაფერი რაც წარმოდგენილი არის სასამართლოზე, ამტკიცებდა სრულიად საპირისპიროს, რომ ლექსო მუშაობდა წამოწეკილეთ ერთ-ერთ მოწმე სრულ პოლიციას, რომ ისო ჟურნალისტებში იდგა და ხშირად ვარ მე აქციებზე და ვცნობ ჟურნალისტებს, რომ მათ იცოდნენ ეს ჟურნალისტი. სამტკიცებდნენ, რომ 10 მეტრში იდგა და ესმოდა ლექსო როგორ იგინებოდა, როცა აი ეს ხმაური იყო და ლექსოს ეკეთა ძალიან ძნე ეკიპირება, სადაც სახე საერთოდ არ ჩანს, პირის მოძრაობას ვერანაირად ვერ დაინახავდა და მithumetes ვერ გაიგებდნენ ხმას. ყველანაირად დადასტურდა სასამართლოზე, რომ ლექსო იმიტომ იქნა შეთქმული და ნაცემი, რომ ის იყო ჟურნალისტი, მასთან ერთად იმ დროს გახდნენ ჟურნალისტები, სამიზნეები და ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. 17-ში გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას. ცნობს თუ არა ლექსოს სამართალ დამდგომას. სანქციის სახეს ალბათ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ პრინციპული მნიშვნელობის არის, რომ ის საერთოდ სამართალ დამდგომად არ უნდა იქნეს ცნობილი. სიტყვიერი გაფრთხილება იქნება თუ რა, ეგ არ გვაინტერესებს, მას არ დააჩაუდენია სამართალ დამდგომა, ის არის სკვერტი და არ უნდა იქნეს ბრალდებული სკამზე. და არ უნდა იყოს ცნობილი სამართალ დამდგომა. ნახოთ გასასწორებს. არა, ეს არის ბევრნაირი მეთოდი, არ ვიცი. საიდან აღარ მოგვიდგნენ და გვაუწყო.
ასევე კანონებიც იცვლება და კიდევ უფრო მკაცრდება. ხო, ეგ მაუწყებლობის შესახებ კანონი, ასევე ფარაზე რაც ლაპარაკობენ, სიტყვით გადმოვთარგმნეთო. ხო, აი ამ ვითარებაში, ამ მოცემულობაში რა რესურსები რჩება და ბერკეტები მედიის ხელში, რომ გადარჩეს დამოუკიდებელი მედია ამ ქვეყანაში. ჩემი აზრით საქართველოს შედარება პირდაპირ სხვა იმ ქვეყნებთან, რომელმაც დაახლოებით ასეთი გზა გაიარა ავტორიტარიზმისკენ. მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე პირდაპირ კოპირებას და სულ იმედს ვიტოვებ, რომ სხვა ისტორიის ქვეყანა ვარ, სხვა რაღაც რაოდენობის ხალხი ცხოვრობს. ერთმანეთს სხვანაირად ვიცავ და ერთიანობის შენარჩუნება ხანგრძლივად აქ უფრო შესაძლებელი, ვიდრე იმ სხვა ქვეყნებში რაც უფრო სწრაფად და ძალიან მძიმედ დამხარდა ავტორიტარიზმი და მე ისევ ერთიანობის იმედი ვინც ვარ. ეს ახლა როგორც იცი ჩამოყვეთ ზიას მხარდასაჭერად, ხო? დღეს ბათუმში ამ პროცესზე ერთიანობა ერთიანი ხმა სახელდება მოვლენების სწორი და რეჟიმის წესების არ მიღება. არის ჩემთვის თავი. გონია რომ ეს გადაგვაჩენს. ძიმე ბრძოლა, ემოციური, ფიზიკური დანაკარგებით და ადვილი არ არის და მე ძალიან კარგად მესმის. ჩვენ ვხედავთ რომ ადამიანებს უმარტივესი კომენტარების გამო პროპაგანდისტული მედია იღებს და მთელი ქვეყნის ბოტების საჯიჯგნად მიაგდებს ხოლმე. ესეთი საჯაროობაც იმდენად რთული გახდა ჩვენ ქვეყანაში, რომ სხვებს მოითხოვს. ვიცი რომ შიში არის, მაგრამ ამ შიშის ფონზე ვხედავ მხნე ადამიანებს, ვხედავ გამბედავ ადამიანებს, სადაც ჩემნაირი რწმენა ქონდათ. ჩვენ ქვეყანაში რაღაცები მაინც სხვანაირად მოხდება. ესე ადვილა ვერ გაგვაკლდება, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ამის მჯერა, რომ ერთიანობით ნახევარი გზა გავუვლებო. თავისუფლების ბრძოლა გრძელდება, ერთად თუ ვიდგებით, მგონია რომ აუცილებლად ძალზე გამოჩნდება ვარსკვლავები და გვირაბის ბოლოს იქნება ნაცვლი და არის თავარია რეჟიმის წესების არ მიღება და იმიტომ რომ ეგ უფრო მოკლე გზა არსებობს. ყოველ შემთხვევაში მგონია რომ როცა რეჟიმის თამაშის წესებს იღებ, მისი ამოცანა თუ შენი გაქრობა, რაცა რომ ამ თამაშის წესებზე დათანხმდე, ძალიან მალე მოვა და უბრალოდ სხვა მიზეზს მოგიგონებს. ის გამოც აღარ მოუნდება რომ იყოს. ამიტომ ჩვენი სიმართლე და ქვეყნის თავისუფლება დამოუკიდებლობის დაცვა და გავაგრძელოთ განვითარება. მადლობა, ეს ლიკა ზაკაშვილი იყო, პუბლიკას რედაქტორი, თქვენს ვისმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ასეთია მოქალაქეების განწყობა ბათუმში საპროტესტო აქციაზე, მათ შორის ლიკას, რომელიც გითხრა რომ ის ჩამოვიდა ბათუმში იმისთვის, რომ დაესწროს ბზიამაღლობელი სასამართლო პროცესი, ბზიამაღლობელის პროცესი ხვალ გაიმართება დღის 2 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს სხვადასხვა საკითხთან ერთად ასევე განიხილება აკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების საკითხი. მოდით მალხაზ ჭკადოსმინა გავისაუბრო ასევე მალხაზ. შეიძლება ერთი წუთის ბოდიში. ხვალ აქციაზე მინდა კითხოთ, ხვალ დაგეგმილი აქცია დღის 1 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ბზიამაღლობელის მხარდასაჭერად. რაც ეთყოდის მოქალაქეებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ აქციაში მონაწილეობა? ხვალ არ სამართლდება მხოლოდ მზია. მზია გამოხატავს მთელი ამ წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა ერთი, მაგრამ მზიასთან ერთად სამართლდება თავისუფალი სიტყვა. სამართლდება ძალიან ბევრი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ქვეყანაში. და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა ვაქცევოთ. ჩვენ არ მხოლოდ ადამიანები, ვინც აქ გავართ, არამედ ყველა. თუ თავისუფალი სიტყვა მოკვდება ამ ქვეყანაში, თუ ჟურნალისტებს არ ექნებათ საშუალება იმუშაონ, თუ ადამიანების მიმართ გამოყენებული იქნება შერჩევითი სამართალი და მზიას თუნდაც გირაოთი არ იქნება გათავისუფლებული, ხო? ეს ძალიან კაფიო სიგნალი იქნება საიმისოდ, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად დიქტატურა არის დამყარებული. ასე თქვა, იმ ადამიანების მისამართით მინდა განსაკუთრებულად გავამახვილო ყურადღება რამდენიმე გარემოებას. პირველი, ამ ქართული ოცნების პირობებშიც კი მიღებული არაერთი გადაწყვეტილება, სადაც პოლიციელია დაზარალებული და ფიზიკური შეხება, ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა პოლიცielis, არც ერთი ადამიანი მათ შორის დაზიანება, არც ერთი ადამიანი არ ზის
საპატიმროში. ყველა იყო ან დაჯარიმებული, ან ძალიან მცირე ადმინისტრაციული სახთელის ასევე არ დაასრულა პოლიციაზე თავდასხმა. იგივე დანით დაჭერეს შემთხვევაშიც კი ასევე სასამართლომ თქვა, რომ ეს არ იყო პოლიციაზე თავდასხმა. კი, ანუ რატომ უნდა იყოს ეს ყველას პრობლემა? შერჩევითი სამართალი ქვეყანაში საბოლოოდ როცა დაისადგურებს, ეს შერჩევითი სამართალი მივა ყველას კარს. და მივიღებთ იმას, რომ თქვათ ხელისუფლების წარმომადგენელი ან ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც მოკლავს ვიღაცა ადამიანს, გამოუშვებენ თავდებით, ან გამოუშვებენ რაღაცა გირაოთი და ნებისმიერ ისეთ მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომაზე, ან ხულიგნობაზე, ან რაღაცა მსგავს სტიკერის გაკვრაზე თქვათ შეიძლება ადამიანი ჩასვან ციხეში, ხო? შერჩევითი სამართალი არის იმდენად დიდი სიმსივნე საზოგადოების ცხოვრებაში, რომ ის აუცილებლად მივა ყველა მოქალაქის გარანტია. ვინც იქნება ეს თქვა, გნებავთ ოპოზიციური სპექტრის პარდამჭერი თუ თქვა მოქმედი ხელისუფლების პარდამჭერი თუ ასე თქვა აპოლიტიკური მოქალაქეები. ამ აპოლიტიკური მოქალაქეების პოზიცია, ხო, ანუ მე ეს არ მეხება, მე უნდა ვიცხოვრო, მე ჩემი პატარა საწარმო მაქვს, მე ჩემი შვილები უნდა გავზარდო. კი ბატონო, ეს გასაგებია, ეს ასე არ დარჩება. არ დარჩება ეს, იმიტომ რომ მოქალაქეების ხელში არის დღეს ეს ძალა, რა რესურსია დღეს მოქალაქეებს, რა შეგიძლია უთხრათ? მოქალაქეების ხელში ყოველთვის არის ის ძალა, რომ ხელისუფლება მეტად გააკონტროლოს, რომ იყოს ყოველთვის გადარაჯებული და იყეხოს, იხმაუროს, გამოვიდეს ქუჩაში და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარიზმის დამყარებას. იმიტომ რომ აი რა ვიცი, ჩვეულებრივი ქართველი ოჯახი წარმოვიდგინოთ, რომელსაც ყავს ნიჭიერი სტუდენტი და გერმანია იძლეოდა შესანიშნავ შესაძლებლობებს სამეცნიერო მუშაობის გაგრძელებისთვის გერმანიაში გაცვლითი პროგრამებისთვის, უამრავი რაღაცა ინიციატივა ფინანსდებოდა გერმანული მხარის მიერ. ეს შესაძლებლობები ჩაიქცეთ. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ერასმუსი იქნება თუ სხვა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულება პროგრამა, ხო? სხვა ყველაფერი მივა იქამდე, რომ თითოეულ ოჯახზე აისახება ეს. და რაღაცნაირად ის შესაძლებლობები, რომელიც თაობებმა მოიპოვეს თავიანთი ბრძოლით და ქონდა ქართულ სტუდენტს იქნება, ქართველი ექიმი იქნებოდა თუ ინჟინერი იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა, ხო? ხალხო, რაზეა საუბარი? მარტო ქედაში მაგალითად ენპარტის პროგრამით დახარჯულია რამდენიმე მილიონი დოლარი თუ ევრო იმისთვის, რომ გაჩენილიყო პატარა საწარმოები, გაჩენილიყო საოჯახო სასტუმროები, გაჩენილიყო მეღვინეობის ადგილები და დასასვენებელი ადგილები, რომ ადამიანები ამოსულიყვნენ სიღარიბიდან. და ქართული ოცნების პროგრამა 2022 წლიდან მოქმედი პროგრამა კიდევ აფინანსებს რას, რომ შენ რომ სოციალურ დახმარებას იღებ, 300 ლარს მიიღებ რაღაც აბსოლუტურად გამოუსადეგად სამუშაოში, მაგრამ მე ვიყიდი შენს პოლიტიკურ არჩევანს. არ აწყობს ქართულ ოცნებას, რომ ადამიანები ამოვიდნენ სიღარიბიდან, იმიტომ რომ მე მანიპულაციას ვერ შეძლებს ამ ადამიანებით. ანუ ეს მანიპულირებს სიღარიბით. სიღარიბი არის ნომერ პირველი პარტნიორი ქართული ოცნების და ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს თავისი ყბადაღებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ისევ და ისევ გამოიყენოს იმისთვის, რომ მეტი ადამიანი ჩასვას ამ სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვში. იგივე ხო, ანუ ჩავიდეთ მაგალითად ოზურგეთში. ან ყიბულში. გარედან ფასადურად ყველა корпуსი არის გალამაზებული, გამწვანებულია ქალაქი, გამწვანებულია რაღაცა სივრცეები, მაგრამ ამ მუნიციპალიტეტებში ადამიანები არ დადიან, იმიტომ რომ ეს ადამიანები სიღარიბეს გაიქცნენ ან საბერძნეთში, ან იტალიაში, ან თბილისში და ვინც არის დარჩენილი სოფლებში მოსახლეობა, ამ ადამიანებით მანიპულირება ძალიან მარტივი გახდა ხელისუფლებისთვის. და ვინც არის სამწუხაროდ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი, საშუალო ასაკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ალკოჰოლიზმით არის ამომრჩეველი, ან სხვა ოპოიდებზე ხედან, რა ვიცი, მარიხუანა იქნება თუ რაც იქნება, ეს ხო რეალობაა, ეს არის ციფრები. სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანების რიცხვის მატება იმას კი ანიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება. ხალხი არის მეტად გაღარიბებული. ამ ქალაქში წლიდან წლამდე მინიმუმ 500-600 ადამიანით იზრდება უფასო სასადილოში კვებავი მოქალაქეების რიცხვი. ეს ნიშნავს იმას, რომ კი ბათუმის ბიუჯეტი იზრდება, მაგრამ ხალხი კი არ დიდრდება. ქალაქი ახდენს მეტი გადასახადის აკუმულირებას, ვიღაცები აშენებენ სასახლეებს და მეტი კაზინო იხსნება, მაგრამ ეს მოსახლეობამდე არ მიდის. და ამიტომ სიღარიბე არის ძალიან
ისეთი პარტნიორი ქართული ოცნების, რომ ამ ყველაფერს იყენებს აიმისოდ, რომ არჩევნები იქნება თუ ასე შემდეგ, რა ვიცი. ისევ და ისევ, რა, თან მეორე მხარეა ნარატივი, ხო? ნახეთ ოცნების ქალაქში რაც მოხდა. და სამწუხარო და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილს ინფორმაცია არ აქვს იმაზე, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის კერძო კი არ არის, ან თორნიკე რიჟვაძის ოჯახის ფული კი არ არის. ეს არის გადასახადის გადამხდელი აჭარაში გადასახადის გადამხდელი ადამიანების ჯიბეებიდან ამოღებული ფული, ითაც ის 100 მილიონი დაიხარჯება და აშენდება კიდე სხვა კორპუსები. ამაზეა საუბარი, როგორ ანაწილებს ქართული ოცნება საერთო ბიუჯეტს და რამდენად იზრდება, რანაირად შეიძლება ბათუმის საკრებულოს წევრი ამბობდეს, რომ მრავალმილიონიანი ტექნიკა არ ჭირდება იმის გამო, რომ ქალაქში 4 დღე მოდის მაღალი თოვლი. იმ 4 დღის გამო როგორ გაჩერდა ხო სამუშაო პროცესი, რამდენი ადამიანი ვერ მივიდა სამსახურში, ან რატომ არ უნდა გქონდეს ბათუმს მაღალი გამავლობის თოვლის საწმენდი ტექნიკა. თუ გვაქვს 9 მილიარდი ლარი ქალაქის ბიუჯეტში. იმიტომ რომ ქალაქს ჭირდება ეს, უნდა იყო ამისთვის გზას, რისთვის გვაქვს მაშინ მუნიციპალიტეტი, რისთვის არის სახელმწიფო მოწყობა ამგვარი, ხო? შენ თუ არ უპასუხე იმ გამოწვევებს, მეცაც გეტყვი. სამწუხაროდ ვიცით, ეს არ ჭირდება ამას მეცნიერული ცოდნა, თუმცა ზუსტადაც მეცნიერებს და ეკოლოგებს და გეოლოგების დასკვნებს ვეყნობი ამას. ზუსტად რამდენიმე კვირაში მეწყული პროცესები იქნება გურიასა და აჭარაში. ამაში დარწმუნებული ვარ, ისე როგორც ყველ გათენდება. როგორ არის სახელმწიფო ამისთვის მზად? როგორ ვართ მზად? რამე განსახლების პროგრამა გვაქვს, რაიმე სპეციალური ტექნიკა გვაქვს, რაიმე ტიპის პრევენციული ღონისძიებები დაწყებულია იმისთვის, რომ თქვათ არ მოხდეს იგივე რაც მოხდა ჯოჯოში. ხო ვიცით, რომ ეს მოხდება ამდენი რაოდენობის ნალექი წყალი, როცა შევა ისედაც ძალიან ეროზიულ და მეწყლისკენ მიდრეკილ ნიადაგში, ეს პროცესები დაიწყო და ქვეყანას გვიწევს სტიქიიდან სტიქიამდე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრება და ამ დროს ჩვენ ხალხი უფრო მეტად უნდა ვთხოვდეთ ქართული ოცნება იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხელისუფლებაში მყოფი პარტია, რომ ეს სიკეთე გამოიყენე, ეს შემოსავალი, ეს ბიუჯეტი გამოიყენე იმისთვის, რომ ყავდეს ვერტფრენი სამაშველო 1, 2, 3, ყავდეს ჩემო ბატონო უამრავი მარხილი თუ სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალება მოძრავი, რომელიც ხალხ ადამიანებს დაიხსნის. უწორულმა ბიჭებმა და რა ვიცი ადამიანებმა, რომელსაც აღჭურვილობაც კი არ ქონდა, ისე დაიხსნეს გურიის სოფლებიდან ასაკოვანი ადამიანები სიკვდილისგან. და ამ დროს გველაპარაკება სახელმწიფო წარმომადგენლები, ხელი არ შეგვიშალო თუ მუშაობაში. ვის შეუშალეს მოხალისეებმა ხელი? როგორ შეიძლება მოხალისეების მიერ ხელი შეშლაზე იყოს საუბარი, მაშინ როდესაც ადამიანებმა 300,000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და საკვები და ის რა ქვია, ჰიგიენური საშუალებები მიუტანეს ადამიანებს, რომელთან არავინ არ მისულა ხუთი დღის განმავლობაში, ხო? ანუ ჯიბში უდგას ხელისუფლება, ჯიბში უდგას ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ თვითორგანიზება და აქვთ შერჩენილი აქვთ სოლიდარობა, ემპათია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჭირდება ეს, ხო? სიღარიბით მანიპულირებულ ადამიანებს ჭირდებათ პირველ რიგში, რომ გავიგოთ, რომ დიახ, მე შეიძლება ვდგავარ აქ და შენ ბოლომდე არ გესმის მე რატომ ვდგავარ აქ, მაგრამ მოდი მიმიშვი და მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რატომ უნდა იყოს აქ ადამიანი უფრო აქტიური, მოქალაქე უფრო აქტიური და რაღაცა 2 კილოგრამ მაკარონს და ზეთს რომ მოგიტანენ, ამის გამო თაში არ უნდა დაუკვე ხელისუფლებას, ხო? სოფლები ვნახე გურიაში, სადაც ყოველ 300 მეტრში არის ქართული. თქვენც იყავით ჩასული გურიაში, ხო? 4 დღის განმავლობაში ბათუმის წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანები და ჩვენი მეგობრები, ვისაც ჰქონდათ რაღაცა საშუალება, რომ დღეში რაღაცა დაახლოებით 1500-1600 ლარი მიიწებოდა ჩვენი ფონდის ანგარიშზე, ნუ ფონდი დავარქვათ, მოდი ასე ვთქვათ და ცხადია ეს ყველა თითოეული ჩეკი 10 არის. ხედავ და დავქონდა რაღაც მედიკამენტები, ხო? და ამ დროს ხედავ, რომ ოზურგეთში მხოლოდ ის ნაწილი იყო ქუჩის გაწმენდილი, სადაც ხელისუფლება მივიდა, სადაც პრემიერ-მინისტრი მივიდა და პრეზიდენტი მივიდნენ და სხვა, ასე ვთქვათ, სხვა ოზურგეთის უშუალოდ ის ნაწილი, სადაც ბაზარია, სადაც უამრავი აფთიაქია, ის არ იყო გაწმენდილი. ანუ ესეთი ცინიკური რანაირად უნდა იყოს მიდგომა, რომ სადაც მიდის პირველი პირი თუ მეორე პირი, ის ადგილი გავწვიდეთ მარტო და ხალხი სადაც ყველაზე მეც დადის და ვიღაცამ ბაზარში მიიტანოს თავის პროდუქტი გაყიდოს ან რაღაცა დასჭირდა, ხო?
რაზეა ლაპარაკი და მე კიდე ცალკე მობილიზებული ყავდათ ეს თავიანთი ადგილობრივი ტიტუშკები, რომლებიც ამ მეტრა 60-იან თოლში ხდებოდნენ ამ მოხალისეებს და ეუბნებოდნენ, რომ აქ საჭირო არ ხარ და გაბრუნდით უკან. რანაირად უნდა გაბოროტდეს ასე რაღაცა პოლიტიკური ძალა და რანაირად უნდა ექცეოდეს ამგვარად ადამიანებს, რომლებიც 300-400 კილომეტრიდან ჩავიდნენ გურიაში. საერთოდ შეიძლება ცხოვრებაში პირველად იყვნენ გურიაში, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში ან მით უმეტეს სოფლებში და გულანთებულები პრაქტიკულად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად აკეთებდნენ ამ საქმეს. არავისთვის არ დაუკვედრებიათ მოხალისეებს ეს საქმე, ეს მათი მოქალაქეობრივი და აბსოლუტურად ჰუმანისტური ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ რანაირად უნდა ეთქვა ქართულ ოცნებას ის, რომ ეხლა ხელს თუ შეგვიშლით ჩვენი საქმე გავაკეთებინოთ. მაშინ რატომ გახდა ამდენი დღე საჭირო იმისთვის, რომ თქვათ ნაციონალური გვარდია ჩაერთოთ ამ საქმეში? ხო, რატომ გახდა საჭირო იმისთვის, რომ ახლა რო აზიარებენ ფოტოებს, რომ შეშა ჩავიტანეთ, საჭმელი ჩავიტანეთ, რისთვის ვართ საერთოდ მზად? აი რისთვის ვართ მზად? აი იმაზე თავს თქვათ რაღაცას ამბობენ, რომ აბსოლუტურად ვერავინ ვერ გათვლიდა რა მოხდა. რანაირად შეიძლება ვთქვა, რომ ვერ გათვლიდი იმ ტრაგედიას, რაც მოხდა იქ ოცნების ქალაქში. მარტივი ამბავია, თავიდანვე უნდა გეზრუნა იმაზე, რომ უსაფრთხოება დაცულიყო. აი ვერ გათვლი რამდენი თოვლი მოვა. კი ბატონო, ეს არ არის შენი დამოკიდებულება. შენ როგორ ხარ ეს? რანაირად შეიძლება ამ ხელა მუნიციპალიტეტში არსებობდეს 5 ტრაქტორი, საიდანაც 3 ვერ გადაადგილდება. რისთვის არის მაშინ რეგიონული განვითარების სამინისტრო და რისთვის არის მიტაცებული მთელი რიგი კომპეტენციები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან, შენ თუ ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ მიეცია მუნიციპალიტეტებს საშუალება, რომ ყავდეს ტექნიკა, რომელიც ხალხს დაეხმარება. ხო, ამაზეა საუბარი და ამიტომ ეს ყველაფერი ახლა შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდება ხვალინდელ პროცესს, მაგრამ ჩემი აზრით დიახაც უკავშირდება, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამ თავისუფალ სიტყვას არ დავეხმარეთ, თუ თავისუფალი სიტყვა გახმარება კი არა, საკუთარ თავს უნდა დავეხმაროთ, თავისუფალი სიტყვა ჩვენ გვეხმარება. ჩვენ დავინახეთ თქვენი კოლეგა გელამთივრიშვილი როგორ სტატიებს ამზადებდა და როგორ ხვდებოდნენ მას როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტს მთელი რიგი ქართული ოცნების პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რომ როგორ აი მტრულად და წინა ანტაგონისტურად იყვნენ და ამ დროს სწორედ მისი დამსახურებით ნახავთ ქვეყანამ ადამიანები, რომლებიც დგანან მეტრი და 20 სანტიმეტრის თოვლში, როგორ მოდის უახლესი რაღაცა მარხილით ადგილობრივი ასევე გურიდან წარმოშობით არჩილ თავაკვაძე, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა პარლამენტში სწორედ გურიას, ხო? ეს რაღაცა აბსოლუტურად ესე კინოკადრებით იყო რა, ანუ ძალიან კარგად შეიძლება ასახოს ქართული ოცნების დამოკიდებულება ზოგადად სტიქიებისაკენ რა. ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ მივედით როგორც საზოგადოება აქამდე, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ 106 წლის ქალი გარდაიცვალაო და ამას ამბობენ, რომ სტიქიის გამო და რანაირად შეიძლება დინარაზე იქნება თუ სხვა, ანუ 106 წლის რადგანაც იყო მოქალაქე, ჯერთი არ ვიცი ნამდვილად ეს სწორი ინფორმაცია თუ ყალბი ინფორმაცია თუ დიდი ალბათობით შეიძლება ყალბი ინფორმაცია არ გამიკვირდება მომიტან დინარეზისგან 106 წლის ადამიანის სიცხე არ არის გადასარჩენი? იქნება და სასწრაფო ვერ მივიდა ამ ადამიანთან, იქნება ვერ გადაიყვანა საავადმყოფოში. რაზეა საუბარი? რამე ნასახი დარჩათ მორალის ან ადამიანობის? რაიმე რაც შეიძლება ასე ვთქვათ ადამიანს ხდიდეს ადამიანად. აქ არ არის პოლიტიკური ძალა საუბარი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ძალიან დიდი ხანია პოლიტიკიდან გავიდა. ისინი გასულები არიან მორალიდანაც, ეთიკიდანაც არიან გასულები. ეს არის ყველაზე საშიში, ეს არის ყველაზე მძიმე ამბავი, იმიტომ რომ დეჰუმანიზირებული და მოქალაქეების ხმა და ერთობა ამ სიტუაციაში, ამ პროცესში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, რომ ჩვენ გავაგონებთ ამიტომაც მათ ძალიან ეშინიათ ამ რაღაცა თვითორგანიზების მაგალითების. ამიტომ ძალიან ეშინიათ იმის, რომ დღეს შეიძლება თან ეს ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ და ჩავიდნენ გურიაში, ხო? მათთვის ეგეც აქცია იყო, პოლიტიკური აქცია იყო ეს მოხალისეობა და ამ ხელა თანხის მობილიზება სხვადასხვა ადამიანის მხრიდან და დიახაც უნდა ეშინოდოთ, იმიტომ რომ ეს თვითორგანიზება დაგვჭა და ერთმანეთისადმი სოლიდარობა დაგვჭა. ის რამაც შეიძლება გადაგვარჩინოს. ეს არის ის ეშინია რეალურად ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ამიტომაც ცდილობს რომ ახლა იღებს ამ ფარას რაღაცა თავის ვერსიას
რომელიც აბსოლუტურად გადაუკეთავს დამოუკიდებელ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა უცხოური ფინანსების მიღების შესაძლებლობას და ძალიან მძიმე სანქცია არის, ხო? და იქნება დაწესებული. ეს არის ყველაფერი საიმისოდ, რომ ადამიანებს თვით ორგანიზების დამოუკიდებლად პოზიციონირების ან ვიღაცის ფარდაჭერის ან თავრობის კონტროლის ყველანაირი მექანიზმი გაუფრონ და იყვნენ ისინი მარტო რომ მე იოლი იყოს მათზე გავლენის მოხდენა და მათი მართვა იყოს მართვა საზოგადოების ეს და რა ვიცი ამდენ 1000 ადამიანზე საუბარი ქვეყანაში ვინც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და დამოუკიდებელ მედიაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ დღესვე რომ კონდეთ იმის საშუალება რომ არ ვიყოთ ამ ქვეყანაში მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას რომ ჩვენ უნდა არ ვიყოთ და ვიყოთ სასამის ხვად მე ამ სიგარიბეს ასე და აი ამ მოწყვლადობას გამოიყენებდნენ ისე და ისე პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ არ იქნებოდა ისეთი ვინც შეაწუხებდა მათ და არავინ არ იქნებოდა ისეთი ვინც ეთქოდა რომ სად მიდის ეს თუ მილიონი ლარის დახარჯვა შეიძლება ნაძვისხის საყიდლად ბათუმში რომელიც რა ვიცი ჩვეულებრივად გაძლევდა ჩვეულებრივი რა ვიცი ხელოვნური ნაძვის ხე ხო მილიონიანი და 5 მილიონი თუ შეიძლება 5 მილიონი დავხარჯოთ ყოველწლიურად ბათუმის განათებაზე რატომ არ შეიძლება ყავდეს 10 მილიონიანი მანქანა რომელიც მეტრ ნახევარი როცა იქნება თოვლი კი არა 20 სანტიმეტრი როცა იქნება დაივლის ქალაქის ქუჩებს არა მხოლოდ ცენტრალურ ამან პერიფერიულ და ყველა ქუჩას და დაწმენს ამას რატომ არ შეიძლება ეს კონდეს რატომ რა უნდა მოხდეს მეტი? რატომ უნდა ექცეოდეთ ადამიანებს სახლები და რატომ უნდა გვენგროვდეს კულტურული მემკვიდრეობა? იმიტომ რომ მათ უნდათ ეს რომ დაინგრეს. იმიტომ რომ ადვილად ვიღაცა ეგრეთ წოდებული ინვესტორს მისცემს, ხო? აი ეს კითხვებია, რომელსაც პასუხი ვერ გვექნება, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან. აქ პოლიტიკურ ნებასთან არის დაკავშირებული მენეჯმენტი კი არა. პოლიტიკურ ნებასთან არის დაკავშირებული ყველა. დიდი მადლობა ეს მალხაზ ჭკადუა იყო საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი ის გვესაუბრებოდა არაერთ პრობლემაზე მათ შორის თითოეულობაზე გურიაში სადაც მოხალისეებად იყო ჩასული მალხაზ ჭკადუა სხვა მოხალისეებთან ერთად და სადაც ჩვენ ნახეთ რამე არაეფექტურად მუშაობდა ქართული ოცნება და ესეთი იყო საია შეფასება მათ შორის ქართული ოცნების თავების არლეგიტიმური თავების მუშაობა არის არაეფექტური ვეთითოლობის დროს. Ხერხერად ისო ტრანსპარენტს ბათუმის საპროტესტო აქციაზე თავისუფლება თემურ ქათამაძეს ეს არის ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ბათუმელი მედროშე, რომელიც შიმშილობს უკვე 46 დღეა, დღეს მანქანებით მეგობარს ნეკაპილიოს უშვებით თქვენ ცოტა ხნის წინ ჩვენს პირდაპირ ჩართვაში, რომ უკვე თავს გრძნობს სუსტად და ხვალ უკვე თანახმა იქნება, რომ გადაიყვანონ იგი კლინიკაში. აშეკრებილი მოქალაქეების უმთავრესი მოთხოვნა არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, ჟურნალისტს და გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელს და დირექტორს, რომლის სასამართლო პროცესი ცვალ გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ეს არის წინა სასამართლოს ხდომა, სადაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განიხილავს მხარების მიერ წარმოქმნილი მტკიცებულებების დასაშორების საკითხს, ასევე ერთ-ერთი საკითხი ამ სასამართლოს ხდომაზე იქნება აკუთი ღონისძიების საკითხში პატიმრობის გირაოთის შეცვლის ან საერთოდ გაუქმების საკითხი. ნახოთ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს თუ არა ხვალ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი, პანდუკადაბიკი საუბრობენ, რომ უმთავრესი არგუმენტი, რის გამოც უნდა შეიცვალოს ეს აკუთი ღონისძიება, ან უნდა გაუქმდეს საერთოდ, ეს არის გაყალბებული ოქმები ზიამაღლობელის საქმეში, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული დაკავების საქმეში და ეს ოქმები გამოიყენა შემდეგ პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ სისხლის სამართლის საქმეში. მე გეტყვით კონკრეტულად, რომ როცა ზიამაღლობელი დააკავეს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესრიგს დააკავეს სტიკერის გაკრუს გამო, მან გააკრა სტიკერი იფიცება საქართველოს შინაგანი საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე. სწორედ ამ დროს აკავებს მას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, თუმცა ეს ნაწილიც არის გაყალბებული მისი დაკავების დოკუმენტში, რადგანაც ჩვენ კადრებში ვხედავთ პირდაპირ რომ ზიამაღლობელს აკავებს გრიგოლ ბესელია, მაგრამ დოკუმენტში სხვა რამ წერია, წერია რომ ის დააკავა თითქოს გოჩავანეძემ და არა გრიგოლ ბესელიამ. ასევე აქვე მისი დაკავების დროს ისმის
ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძის ხმა რომ მას აკავებენ შენობაზე სტიკერის გააკრუს გამართლაც ანუ 151 მუხლის საფუძველზე თუმცა დაკავების შემდეგ ირკვევა რომ ის დააკავეს 173 მუხლის მიხედვით რაც გულისხმობს პოლიციელების შეურაცხყოფას ან მათი კანონური მოთხოვნების დაუმორჩილებლობას მე ჩაწერეს ოფში რომ ზიამაღლობელი თითქოს აყენებდა სიტყვის შეურაცხყოფას პოლიციელებს თუმცა გადაღებულ ვიდეოკადრებში მკაფიოდ ჩანს რომ ზიამაღლობელი არათუ აყენებს რაიმე პოლიციელს სიტყვის შეურაცხყოფას არამედ საერთოდ უხმოდ მიყვება გრიგოლ ბესელიას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს როცა ეს გაყოლებული ოქმი გამოიყენა შემდეგ ვლადიმერ თურმანიძემ სისხლის სამართლის საქმეში აკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს როცა ცდილობდა დაესაბუთებინა თუ რატომ უნდა შეეფარდებინათ პატიმრობა ზიამაღლობელისათვის რადგანაც მისი თქმით არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები და მას ადასტურებდა ის რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებდნენ ზიამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და ასევე გაყოლებულ ოქმს დაეყრდნა შემდეგ მოსამართლე ნინო სახელაშვილი როცა მან 2025 წლის 14 იანვარს აკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ზია ამაღლობელს საინტერესო ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთი გარემოება რომ ირაკლი გებუაძე ამბობს რომ ის არის დაზარალებული მან განიცადა ტკივილი სილის სახეში ლოყაში გაწუნის გამო თუმცა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება რომ მას არავითარი დაზიანება ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია ასევე საინტერესოა ის რომ ზიამაღლობელი დაკავების შემდეგ საუბრობდა არადამიანურ მოპყრობაზე, კონკრეტულად იმაზე, რომ გებუაძე მას სახეში შეაფურთხა, ასევე ცდილობდა მასთან ფიზიკურ ანგარიშწორებას და არ ეძლეოდა სასმელი წყლის დალევის საშუალებას, ასევე ტუალეტის სარგებლობის საშუალებას. ზიამაღლობელი არ არის ერთადერთი, რომელიც ლაპარაკობს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე, მათ შორის იგივე თემურ ქათამაძე გაფარილმაზე ბათუმელი მედროში ამბობს, რომ დაკავების დროს, დაკავების შემდეგ უბრალოდ პოლიციის სამმართველოს შენობაში ირაკლი გებუაძე მას სცემა გაშლილი ხელით 10 პოლიციელთან ერთად. ასევე მალხაზ ირემაძე, რომელიც ისევ 11 იანვრის აქციაზე დააკავეს ბათუმში, როცა სტიკერებს აკრავდნენ მოქალაქეები სხვა ადგილებზე, მაშინ დააკავეს მალხაზ ირემაძეც და ის ამბობს, რომ დაკავების შემდეგ ირაკლი გებუაძემ შეაგინა და თავი მიარტყმევინა კედელზე. ამ შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება, თუმცა დაზარალებული სტატუსის კი არ მიუნიჭებიათ მალხაზ ირემაძისთვის ან თემურ ქათამაძისთვის ან ზიამაღლობელისთვის, რომ მათ ჰქონდათ წვდომა ამ საქმეებში რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძე მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივ უფლებამოსილება და ამით უკვე ჩანს ძალიან ცხადად სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ საქმეების მიმართ, რადგანაც იმისთვის რომ ჩატარდეს ობიექტური და მიუკერძოებელი ყოველმხრივი გამოძიება არ უნდა ქონდეს გავლენა თანამდებობის პირს ამ კონკრეტულ საქმეზე. ამ შემთხვევაში კი ბათუმის პოლიციის უფროსია თანამდებობის პირი ისევ ფიგურანტი შეიძლება ითქვას ამ საქმეში, რომელსაც ადანაშაულებენ კონკრეტული ადამიანები დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივ უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და დადგინდება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სინამდვილე. ხვალ ბათუმში 2 საათზე დაიწყება სასამართლო პროცესი ზიამაღლობელის საქმეზე, ნახოთ რა განწყობას მიიღებს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განსაკუთრებით აღკვეთი ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის კუთხით. ანუ შეუცვლიან თუ არა ზიამაღლობელს პატიმრობას გირაოთი ან საერთოდ გაუქმებენ თუ არა მას პატიმრობას. ამას ხვალ გავიგებთ, მაგრამ კი ხვალ დღის პირველ საათზე არის დაანონსებული საპროტესტო აქცია თავისუფლება ზიამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს ამგზავნილებით მოქალაქეები შეიკრიბებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან. ასეთი იყო დღევანდელი საღამო ბათუმში 95 საღამო, როცა მოქალაქეები წვიმის მიუხედავად ისევ გამოვიდნენ ქუჩაში და მოითხოვეს ის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ასევე ის, რომ ისინი არ დაუშავებენ ამ ქვეყნის რუსეთის ხელში გადაცემას, რუსულ რეჟიმის დამყარებას ამ ქვეყანაში, რასაც დღეს ძალიან აქტიურად ცდილობს ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი. ეს ჩვენ ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.